მე ვეცდებოდი ვიპოვო შერიგების გზა ამ სიტუაციიდან. ის ხალხი, რომელიც უბრალოდ იქ დადის, იქ რაღაცას აპროტესტებს და შესაბამისად, რა ვიცი, მათ ნაწილს იჭერენ, ვიღაცები ციხეში ზიან და ეს პროცესი კიდევ უფრო და უფრო მეტ ჩიხში შედის. მე ვისურვებდი, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად გამოსულიყო წინადადებით, რომ მოდი ხალხო შევრიგდეთ, ოღონდ გამოუშვით ჩვენი დაკავებული მეგობრები. და მოდი დავილაპარაკოთ. და აი წარმოიდგინეთ, რომ შენ მიდიხარ ხელისუფლებასთან და ამბობ, რომ მოდი შევრიგდეთ. და ის ხალხი, რომელიც თქვენ ციცით, მეც ვიცი, ყველა მიცის, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ ყვილაზის, იმიტომ რომ პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში ან რაღაც აქტივისტური ბრძოლის ფარგლებში ციხეში, თორე სხვა შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო შემთხვევებში იგივე გადაცნობები რო ყოფილიყო, ის ხალხი ციხეში არ იჯდებოდა ფიზიკურად, მოდი ეს ხალხი გამოუშვა და გავაგრძელოთ ცხოვრება. იქ მარტო პოლიტპარტნიორების გათავისუფლება ხო არ არის, კაცო, რუსული სპეცოპერაციის პირობები უნდა მოისპოს, ახლა თუ იგივე სუსმა ჩაატარა, თუ იგივე ეგრეთ წოდებულმა კომისიამ ჩაატარა და თუ იმ პირობებს ჩაატარეს, რომ პარტიები გაუქმებულია, არასამთავრობოები გაუქმებულია და თურმე ჩვენ დასავლეთელ მეგობრებთან ურთიერთობა კრიმინალად არის გამოცხადებული, ხო? ეგ რა არჩევნები იქნება, ხო?